დღეს მასაფასებელია თქვენს ასაკში გამოვლენილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი გახდეთ, რომელიც მუდამ მზად იქნება ერთგულად და ღირსულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. იესალმები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძა წარმატებისაკენ. ეს წარმატება საქართველოს ხვალიდერი დღეა და ქვეყნის ერთგული დამცველების შეემატება. განმავლობაში ანდეს სამხედრო ლიცეუმს. ვიდა მადლობა გადაუხადო პედაგოგ გადადიხართ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც მე მინდა გისურვოთ, რომ პროფესიას რომელსაც თქვენ აირჩევთ, ემსახუროთ სპეციალურად ჩემს ცხოვრებაში. ჩამებარებინა გენერალ გიორგი ჩვენ იავნანად ჩაგვესმოდა ქართველი ემსახურები საქართველოს. ემსახურები საქართველოს. ემსახურები საქართველოს. ემსახურები საქართველოს. თავდაცვის ძალების სახელით მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. განსაკუთრებით ულოცავ ჩვენ საამაყო კადეტებს. დასაფასებელია თქვენს ასაკში გამოვლენილი გამბედაობა, ხასიათის სიმტკიცე და არჩევანი, რომელმაც მოგცათ შესაძლებლობა ყოფილიყავით გამორჩეული და გესწავლათ გენერალ გიორგი კვინტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. კადეტად ყოფნა არ არის მხოლოდ სტატუსი. ეს არის გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც მოითხოვს დისციპლინის დაცვას, სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ღირსებას. თქვენ გაქვთ მყარი საბაზისო ცოდნა იმისათვის, რომ გახდეთ ოფიცრები, კიდევ უფრო გააძლიეროთ და წარმატებული გახადოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები. ჩვენ გვიამაყება, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას საუკეთესო ზოგად განათლებასთან ერთად ეზიარონ დაწყებით სამხედრო განათლებას. ძალიან ბევრმა გადაწყვიტა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან სწორედ ესეთი ახალგაზრდები, პატრიოტები, განათლებულები გვჭირდება თავდაცვის ძალებში, მომავალი ოფიცრები, ლიდერები და უნდა აღინიშნოს, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სწორედ ისეთი დაწესებულება არის, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე პერსონალით და ყველა სხვა გარემოებით, სადაც არის სამჭედლო ნამდვილად პატრიოტი და განათლებული ახალგაზრდების და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, ახალგაზრდები აირჩევენ თუ არა სამხედრო პროფესიას და კარიერას, ნებისმიერი მიმართულებით, სადაც ისინი გააგრძელებენ მოღვაწეობას, იქნებიან წარმატებულები, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ჩვენს წინაშე დგანან სხვადასხვა ეროვნულ კონკურსსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული კადეტები, რომლებმაც ძალიან დიდი სახელი მოუტანეს როგორც კადეტთა ლიცეუმს, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ჩემო კადეტებო, მე გისურვებთ წარმატებას, თქვენ გადადიხართ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც თქვენ უნდა აირჩიოთ პროფესია და ემსახუროთ მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრება. მე მინდა გისურვოთ, რომ პროფესიას, რომელსაც თქვენ აირჩევთ, ემსახუროთ სამშობლოს სიყვარულით და მაღალი პატრიოტული სულისკვეთებით. მაშინ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთი იყოს თქვენ მხარეთ. დღევანდელი დღე, როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული კადეტისთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია, რადგან დავასრულეთ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. მიხარია, რომ 3 წელი აქ გავატარე და შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და ასევე ისეთი მნიშვნელოვანი უნარჩვევები, რომელიც საჭიროა როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში, ასევე სამხედრო ცხოვრებაში. პირადად მე სწავლას ვაგრძელებ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და სწორედ ლიცეუმი და ლიცეუმში არსებული გარემო გახდა ჩემთვის მოტივაცია. ახლა კი მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა კურსდამთავრებელს. 3 წლის განმავლობაში ლიცეუმმა შეგვაჩვია დისციპლინას, აგვიმაღლა ფიზიკური კონდიციები, მოგცა ასევე მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც დაგვეხმარება უმაღლეს სასწავლებლის ჩაბარებაში. მე ვაგრძელებ სწავლას დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში და ფიქრობ, რომ ლიცეუმმა მომცა ყველაფერი იმისთვის, რომ აკადემიაში მივაღწიო წარმატებას და ეს ყველაფერი არის პირველი ნაბიჯები ჩემს სამხედრო კარიერაში.